მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, თქვენ უყურებთ CSDA TV-ის ток-შოუ საზოგადოებრივი პოლიტიკური ასპექტები. მე მარიამ ელიავა გახლავართ. ძალიან მალე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. ვუახლოვდებით 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს. საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ოპოზიციური პარტიების ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ქვეყანაში კვლავ გრძელდება პროტესტი აქციების ფონზე. ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაკავების შემთხვევები. ევროპისა და ევროკავშირის მხრიდან ხშირად ისმის შეფასება, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური შეფასებები იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. მათი მთავარი მოწოდებაა, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია. ამ პოლიტიკურ ფონზე კი საინტერესოა, როგორია დღევანდელი ჩვენი ток-შოუ სტუმრების გეგმები და ხედვები, ამიტომაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ ბატონ ზაურ ხაჩიძეს, პოლიტიკური გაერთიანების მამული ენა სარწმუნოებას ლიდერს, ამირან ამირანაშვილს და თბილისის მერობის კანდიდატ თემურ ბოკელავაძეს. მოგესალმებით ბატონებო, ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ დრო გამონახეთ და ჩვენთან მოგწანდით სტუდიაში. ბატონო ზაურ, თქვენგან დავიწყებთ, თუ შეიძლება. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მინდა გკითხოთ თქვენი პოლიტიკური ბიოგრაფიის შესახებ, როგორც პარტიის ლიდერს, რომ მოგვიყეთ, თუ შეიძლება. მივესალმები ტელემაყურებლებს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ესეც მნიშვნელოვან საზოგადოებაში და შენობაში მოვედი ჩვენ. დავით აღმაშენებელი ეს ჩვენი უზარმაზარი და ძალიან დიდებული ადამიანი ქართული ერის ისტორიაში და მინდა რომ მოგესალმოთ თქვენ მოძვირფასებო. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას და გაერთიანებას, ეს 93 წელში, როდესაც იყო დაპირისპირების ფონზე საქართველოს ეროვნული მოძრაობა დაიწყო, ძალიან დიდი ტალღა წამოიწია, მაშინ ცხონებულმა ბრწყინვალე ადამიანმა, ბატონ გურამ შარაძემ და ჩვენი მეგობარი ყერთი მხატვარი ზაურ ცერცვაძე და მე ჩვენ შევიკრიბეთ სახალხო ფრონტის დარბაზში. მაშინ სახალხო ფრონტი იყო თავისუფლების მოედანზე, ბატონ ნოდარ-ნათაძეს ჰქონდა ოფისი და იქ შევიკრიბეთ და ამ ეროვნული მოძრაობის სახელად გვინდოდა შეგვექმნა საზოგადოება, რომელიც საქართველოს და ქართველი ერის ინტერესებს მოემსახურებოდა. და ბევრი კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ რომ ეროვნული ხალხი ვიყავი და ბატონი გურამი მოგეხსენებათ, სახელწოდება მიგვეცა ასეთი მამული ენა სარწმუნოება. მაშინ ეს უცხოც იყო საზოგადოების წინაშე, რომ მაშინ არ ქონდა პარტიებს ეროვნული დემოკრატიული, კონსერვატორული და 1000 სახელწოდებები იყო სოციალ-დემოკრატები და ეს, მაგრამ ჩვენ მაშინ ალბათ უფალმა გამოგვიკვეთა და მოგცა და თქვენ ხომ იცით, რომ დღეს სურამე ხდება ქვეყანაზე, უფლისნებით არის და გვიკარნახათ, რომ ჩვენ მოძრაობას დაგვერქმია მამული ენა სარწმუნოება და ეს საზოგადოება შეიქმნა, ყრილობა ჩავატარეთ და მე ამირჩიეს მაშინ პოლიტიკური მოძრაობის გაერთიანების თავმჯდომარედ. მის შემდეგ ჩვენ მოღვაწეობდით ძალიან აქტიურად. მოგეხსენებათ, რომ ბატონი გურამის იდეებს, რაც მოყვა და რასაც შეეწირა ბატონი გურამი, ძალიან გულიმტკივა დღესაც. მე შემდეგ ჩემზეც იყო ძალიან დიდი ზეწოლები და რამდენიმე ხნის და წლების მანძილზე იყო ეს მოძრაობა შეჩერებული. ეხლა როდესაც ხედავთ ჩვენ ამ პოლიტიკურ ველზე, ასპარეზზე საქართველოს და ქართველი ერის მდგომარეობას, პოლიტიკურ მდგომარეობას, აი ერთი სიტყვით და შინაურად რომ ვთქვათ, გულმა ვეღარ გაგვიძლო და ისევ გვინდა რომ ჩვენი მამული ენა სარწმუნოება დავიცვათ და ის იდეა, რომელიც ჰქონდა ჩვენ, გავაგრძელოთ. და მივიღეთ მონაწილეობა უკვე ამ არჩევნებში, ოფიციალურად გვინდა რომ დავიკავოთ საკანონმდებლო ტრიბუნა, სადაც ჩვენს მიზნებს და ჩვენს ამოცანებს იქ დავაყენებთ ქართველი ერის და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. გავიარეთ უკვე რეგისტრაცია, დავრეგისტრირდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ღმერთის უფლებით იქ იყო ნომრების მინიჭება, თქვენ მოგეხსენებათ და რა თქმა უნდა ხელ წარმოიდგინეთ 14 სუბიექტი ვიღებს მონაწილეობას და სადღაც რომ მოხდარიყო აი ქართულ მამული ენა სარწმუნოება, თუ გინდ მე-5, თუ გინდ მე-6, თუ გინდ მე-12, თუ მე-100 ამას უფალი არ დაუშვებდა და პირველი ნომერი მოგვანიჭა უფალმა ჩვენ. ეს იყო დიდი სიხარული ჩვენთვის
და ჩვენ ისეთი ძვირფასი ხალხი ვართ გაერთიანებული ამ ორგანიზაციაში. რამდენიმე დღის უკან პრეზენტაცია ჰქონდა დიდი ილია ჭავჭავაძის საფლავთან თაწმინდაზე პანთეონში, იქ გავაკეთეთ პრეზენტაცია, იქ ჩაატარა ჩვენმა მამაომ პანაშვიდი და ეშლებათ ხოლმე პარაკლეს. იქ მოხდა პრეზენტაცია ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების. იქ მოხდა ჩვენი დიდი დაფიქრების ნიადაგზე, დიდი დავწონეთ ყველაფერი და ვინ და რანაირი პიროვნება გამოადგებოდა ჩვენს ქვეყანას სამომავლოთან თუნდაც დღეს და ეროვნული სულისკვეთებით გატენილი ვაჟკაცი ბიჭი, ქართველი ბიჭი, ქართველი სულით იქ დავასახელეთ ქართველი მამულინა სარწმუნოებიდან ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატურად. ეს არის აგერ ჩვენთან ზეს ბატონი თემური, შესანიშნავი ახალგაზრდა კაცი და ასეც უნდა იყოს, ახალგაზრდები უნდა მოვიდონ, ჩვენი წვლილი დავდეთ, მაგრამ ახლა ახალგაზრდა ხალხს კი ბატონო მივცეთ ჩვენ გზა, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ ჩვენი გამოცდილებები, ჩვენი შეხედულებები საქართველოს და ქართველი ერის საკეთილდღეობით. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას, ძალიან როგორ ვთქვათ, იცი, აი გამაღიზიანებელია თუნდაც დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა და ასეთი მიმართულება დავისახეთ, რომ ჩვენ არავის არც ლანძღვით, არც შეურაცხყოფით, არც არანაირი დაპირისპირება ჩვენ არ გვინდა, ჩვენი მიზანია მხოლოდ ეს გახლეჩილი ქართველი ერი გავამთლიანოთ ერთად. საქართველოს უშველოდ. თუ ქართველი ერი ჩვენ ვერ გავამთლიანეთ ერთად, საქართველო უსრულის პირას არის შემოძვირფასო მეგობრებო. ამიტომ რომ ეს თელმა საქართველო მიცეს, ქართველმა ერმა იცეს. მაგრამ უყურებთ დღეს ჩვენ ამ პოლიტიკურ არეალს, სადაც საშინელება არაჩანს ბოლო, რა ვხნათ და როგორ მოვიქცეთ. გვინდა ჩვენ ეს მდგომარეობა საქართველოს ისტორიულ ქვეყანას, ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს, სისხლით გაკვეთილ მიწაწყალზე 1 სანტიმეტრი არ დაუთმიათ ამ ურჯულო ხალხისთვის და დღეს რა ხდება ჩემო ძვირფასებო, ეს ხო საშინელებაა საქართველოში. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეროვნულმა ხალხმა, ვისაც საქართველოზე გული შესწივა, ჩვენ მომავალ თაობაზე გული შესწივა, არა გვაქვს ქართველ კაცს სხვა უფლება, რომ დღეს ერთად არ გავერთიანდეთ. მე მოგახსენებთ, როდესაც იყო ქართველი ოჯახის სიწმინდის დღე, ქართველი ერი გაგეხარდებოდა, გული გაგიფწყინდებოდა, ქართველ ვეფერებოდით, ვესიყვარულებოდით. მე უზარმაზარი მონაწილეობა მიღებული 9 აპრილს. სიხარული იყო იმის მერე, როცა ჩვენ ერთმანეთს ყოსნიდით, ქალებს, ქალბატონებს ჩვენ დებს უწოდებდით, ძმებს გვიწოდებდნენ, ხალხო და ქალბატონებს ვენაცვალე, ქართველმა ხალმა მოიყვანა საქართველოს დღემდე და იცახდნენ, რომ ერი გამრავლდებოდა, მიამდენ შვილს შევძენ საქართველოს და მაგრამ მე შენელდეს ყველაფერი. შენელდა, იმიტომ რომ პოლიტიკური სიტუაცია არ წავიდა ეროვნულად. თუ საქართველოში ეროვნული სიტუაცია არ იმძაფრებს და არ იმეფებს, არაფერი არ გამოგვივა ჩვენ. მე ვჯერა დღეს რომ ეს ჩემი ლამაზი წვნალი ქალბატონები ისევ ამაზია დამოკიდებული ბევრი რამ და ჩემი ლომები, რაინდები, ქართველი კაცები, ჯერ არავინ მორევია ქართველ კაცს არასოდეს არც ხვალ არ მოერევა და ჩვენ მივიღებთ იმას და დავიმსახურებთ, რომ მთელი ქართველი ერი ახლა გადავწყვეტი. ეხლა მიზნის მიღწევა, რომ ჩვენ დაგვიდგება გვერდზე მამულინა სარწმუნოებას. ყველამ უნდა ჩამოიკიდოს გულზე ეს 3 საუნჯე მამული ენა სარწმუნოება. თქვენ მოგეხსენებათ ეს წმინდა ილიამ დაგვიტოვა 3 ღვთაებრივი საუნჯე და მაგრამ იქ ნათქვამია, ერთსაც რომ საფრთხე დაემუხროს, მთელი ქართველი ერი უნდა გავერთიანდეს და შევერთდეთ ტრის წინააღმდეგ, რომ არ დაგვიზიანოს არაფერი. მაგრამ ჩემო ძვირფასებო, მე მიმართავ ქართველებს, ერთი კი არა, 3-ვე საფრთხე დაემუქრა დღევანდელ დღეს. ეს სამაყად უნდა ვთქვათ. არავინ არ გამოდის დღეს და ამას არ იძახეს, ზოგს შეშინია. რა შიში? ქართველ ვერო, მე ვთხოვ უფალს, რომ ღმერთო ამ ქართველებს დაუბრუნე ის რწმენა, რომელიც ჩვენ წინაპრებს ჰქონდა. დაუბრუნე ის გამოიღონ ბამბაყურიდან და შეხედონ და მოისმინონ რა დღეშია საქართველო. მთელი მსოფლიო გვეომება დაჯიჯგნეს, სპობენ, მაგრამ ყველა მიცოდეს ქართველ კაცს ალესილი ხმრის არ შეგვშინებია და ვერც ვერავინ ვერ შეგვაშინებს დღეს. დღეს მოდის უზარმაზარი ეროვნული ძალა.
ნათქვამია რომ საქართველო წმინდანების სამჭედლოა ხალხო შეხედეთ უფალმა გვითხრა ათ ჩემო ქართველო ერო ეს წმინდა ქრისტეს უფლის მიწაწყალია რომელმაც გვიბოძა ჩვენ ქართველებო გაიხარეთო გამრავლდით აშენდით აყვავდითო და უპატრონეთ ამ დალოცულ სამოთხესო რას საგავს ეს ქვეყანა დღეს ნუ თუ მე მინდა აღვნიშნო კიდევ რომ სანამ ჩვენ ახლა არჩევნებში მონაწილეობას მივიღებდით გამოდიოდან ჩვენი თავრობის წარმომადგენლები და ყველა თუ კი ვინმე იყო და ყველა იზახდა მამული ენა სარწმუნოება დღეს ყველა ჩაჩუმდა რატო რა დაკარგეს მამული ენა სარწმუნოება მაგრამ მე მინდა გითხრათ ჩემო ქართველო ერო ქართველი ეროვნული კაცი დაბადებიდან უნდა დაიბადოს აკონიდან ეროვნული სული სხვანაირად არ შეიძლება ის ეროვნული უნდა დაიბადოს ეგ მერე შეძენა ეროვნული სულის არ მოხდება არ არსებობს ისტორია მიცის რომ ის ვეღარასოდეს ვერ გახდება თუნდაც მოიფიქროს რომ ეროვნული ვარო არ გახდება ის არ გახდება და მე მინდა რომ ის წმინდა დაბადებული იყო ის აკონიდან იყო ჩემი გურამ შარაზე მე ვენაცვალე მის საფლავს ჩვენ ავდივართ მის საფლავზე ეხლაც მოიხსენიეთ და ასეთი ხალხი თუ კი ვინმეა საქართველოში დღეს ყველა ერთიანად უნდა გავერთიანდეთ მაგრამ იცოდეს ყველა რომ ჩვენ ვერ მოგერება ვერავინ დაიმახსოვრეთ კიდე ჩემო ქართველო ერო ქართველების მტერს და საქართველოს მტერს უფალი მოსპობს და გაანადგურებს არ მიცემს საშუალებას არავის აქ სიხარულისა და გახარების ან გამრავლებისა ქართველი ერის გარდა მინდა რომ მიულოცოს უყალას მეახლეს არჩევნები ჩავატაროთ მშვიდობიანად და მე მინდა რომ მთელი ქართველი ერი დღეს არ გვაქვს ჩვენ სხვა გზა ერთი მიზნის გარშემო გავერთიანდეთ მოუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალებს ჩვენ მივალთ რაინდება დავდგებით გადადონ თავიანთი პოლიტიკური ამბიცია გვერდზე არ არის დღეს რომ ჩვენ ერთმანეთის დაპირისპირება ვნახოთ მოუწოდებ კიდევ იმათ აი ვინც იქ არიან რუსთაველზე გონს მოეგონ ჩემო ახალგაზრდებო ჩემო ძმებო ჩვენ ძმები ვართ ჩვენ ერთი სული გვაქვს ერთი მიწა გვაქვს როგორ შეიძლება ჩვენ ერთმანეთს დაუპირისპირდეთ და მტერმა ამ დროს იხელთოს დრო და შემოვიდეს და დაეპაროს ამ ჩვენ უპატრონოდ მიტოვებულ საყდარს არ დაუშვებთ ამას ყველა მიცოდეს და მე მინდა მე იმედი მაქვს რომ ისინიც მოვლენ ჩვენ გვერდზე დადგებიან არანაირი დღეს სხვა პოლიტიკურ სივრცეში შეჭრა ყველა ქვეყანა თავის ხალხს და თავის ქვეყანას უვლის ჩვენ დღეს რაც კი საჭიროა საკითხია საქართველოს რაც ეხება და ქართველებს მოდი აქ მოვწესრიგდეთ აქ შევთანხმდეთ ყველაფერი და სხვა რა თქმა უნდა სტრატეგიულ ქვეყნებთან ამერიკა იქნება ინგლისი იქნება ევროპა იქნება თუ რუსეთი იქნება თუ რამე იქნება მე მივმართავ ჩვენ იმათ როგორ ვიმეგობროთ როგორ კეთილი მეზობლური ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ რა თქმა უნდა აგერ მეზობელია თურქეთი მაგრამ ძალიან დიდი საწყენი იყო ახლა როცა დიდგორობის დღეს ეს უნდა ვთქვა რომ ჩვენ საქართველოს რაც მოხდა აღარ მინდა ამაზე გაგრძელება ალბათ მიხვდება ყველა არ უნდა მოხდარიყო ჩვენ ყველა გვებზვის დღეს სოფლიოს ყველა ერევის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა ამას უნდა მიხედა სასწრაფოდ და იმედი მაქვს რომ მე დღეს ამ ჩემს დაკისრებულ ვალდებულებას და მისიას რომელიც ჩვენ დაგვაკისრა ჩემ ძვირფას თანამოაზრებთან ერთად ჩვენ უზარმაზარი არმია ვართ რომ ამას პირნათლად შევასრულებ და პირნათლად ავწევ ჩვენ გამარჯვების დროშას 4 ოქტომბერს აუცილებლად იმიტომ რომ დღეს არ მჯერა მე რომ ვინმე მივიდეს კაცი და დაინახავს მამული ენა სარწმუნოება და ის არ შემოხაზოს მაშინ საქართველოს მტერია ის ქართველების მტერია საქართველოში ქართულმა სულმა უნდა იფეფოს ქართულმა გერმა უნდა იმრავლოს აქ და გამრავლდეთ კი ბატონო ვით ჩამოვლენ მოვიდონ ტურისტები ენაცვალოს ჩვენი თავი როგორც წესი და რიგია შემოვიდონ დაათვალიერონ და შეხედონ ჩვენ ისტორიას და მიბრძანდონ თავის ადგილზე მაგრამ ეს იცოდეს უყალან რომ საქართველო არ დაუშვებს იმას რაც აქამდე იყო დაშვებული შეცდომები ჩვენ არა ვართ არცობი ყველა კარგ საქმეში ყველას დაუდგებით გვერდზე მაგრამ დასადგომი ერთია თუ ერთად არ გავერთიანდით ჩვენ არაფერი არ გამოგვივა სამომავლოდ ამიტომ მე მინდა რომ დღეს ეს დიდი შანსი მოგვეცა რაც შეეხება ტელევიზიებს და გამოდიან დღეს ჩვენი ეს ოპონენტები და იზახიან და ჩვენი მთავრობა რომ თანაბარ წეს ისა რომ თანაბარ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები როგორ თანაბარ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები ბილბორდი არ არის იქნებ მე მინდა გავაკრა დღეს სად მივიდე სად გავაკრა ჩვენ ფული არ აქვს ჩვენ გვაქვს სული ჩვენ გვაქვს ქართული სული რომელსაც ვერ მოერევა ამას იცოდონ რას ქვია
ამოდენა ფულში ჩაგვახჩეს უყელა და მე მინდა რომ თქვა და ეს მინდა თქვენ ამ დიდარმა ხალხმა შეჭამეს ეს ხალხი და დაგვანგრიეს ჩვენს უყელა კაცო რას ქვია როგორ შეიძლება ეს ამის გაკეთეთ ჩვენ გლეხების გვერდზე დავდგებით ამ უბრალო მუშების გვერდზე გაჭირებული ხალხის გვერდზე ვინ გამოდის საერთოდ მოსპეს გლეხის შეხედეთ სოფლებს დაიცალა ყველაფერი გარბის ჩვენი საწყალი ხალხი გავდოთ რა თქმა უნდა უჭირთ ალბათ რატო არ შეიძლება აქ დავაბრუნოთ ჩვენ აქ მივხედოთ სოფლებს მივხედოთ ქალაქს მივხედოთ იერი დაკარგა ყველაფერი ერთეულები გამოდიან დღეს რა ამათ მეტი ღმერთო აცოცხლე მაგრამ დღეს ისეთი ტენდენცია მოდის რომ ესენი რომ დაიღუპონ და ღმერთმა აცოცხლოთ საქართველოს მოისპო აღარავინ არ ვართ აქ ჩვენ აღარ არის ქართველი ერი აღარ ვართ ჩვენ განათლებული თაობა არა გვყავს ელიტა არა გვყავს მეცნიერები აკადემიკოსები პროფესორები ახალგაზრდობა ამათ ვენაცვალები უამრავს რას ქვია ეს ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად მაგინ იღებენ მილიარდობით დაფინანსებას და როგორ არის თანასწორუფლება აი გამოვიდონ ჩემთან აი ნახოთ მე ვის აირჩევს ქართველი და ვის გვერდზე დადგებიან აი ამას მნიშვნელოვნად უნდა გაუშვას ქართველმა ხალხმა და მე მგონი გამოფხიზდება ერიკო დაინახა თუ არ მოbrunდა დღეს და ჩვენ გზას არ დავადეკით ამ გზას რომელსაც გამარჯვების გზა ხвия ეს არის ქრისტეს გზა და მოდი ჩამ ქრისტეს გზაზე დავბრუნდეთ ჩემო ქართველო და ვიზეიმოთ გამარჯვება და მივხედოთ ჩვენ საქართველოს ქართულ ფასეულობებს და ვიცოცხლოთ და ვიხაროთ ჩვენ ერზე წინვალე ერის სოფლიოში არც ერთი ერი არ არის თაფლის სუნი მოხსა უფალმა ხალხო თაფლის სუნი და მოდი ვიცოცხლოთ და ვიხაროთ ვაშკაცურად კაცურად ქართველად ქართველი კაცი მენატრება ქართველი კაბაში ჩაცმული ხალი მენატრება დღეს რომ ეს იყო ჩვენი მშვენება ეს იყო ჩვენი სიხარული აი ამით უნდა გავიმარჯვოთ ჩვენ დღეს და დავაბრუნოთ ყველაფერი ჩვენ სახალხმრატობას ჩვენს ქვეყანას და მინდა რომ მადლობა გადაუხადოთ ჩემს რომ მართლაც დღეს მოდიან და ვიერთებიან ბევრი გაოცებულია სად არის ეს მამულიან სარწმუნოება ჩვენ ვართ წერეთლის 100 ნომერში ოფისი გვაქვს პარტიის დიდი ოფისი და გთხოვთ მობრძანდეთ ახალგაზრდებს და ყველას იმას ვისაც სული ქართული აქვს და მინდა ერთი განცხადება გავაკეთო კიდე ჩვენს ეთნიკურ ძმებთან ჩემო ძვირფასებო ჩემო აზერბაიჯანელებო ჩემო ძმებო ჩემო სომხებო ჩემო ებრაელებო ჩემო იეზიდებო ჩემო ქურთებო ჩემო აფხაზებო ჩემო ოსებო და სხვაებო იცით რა არის ეს მიწაწყალი ყველა თქვენთაგანი სამშობლოა როგორც ჩემი მაგრამ დღემდე მე ვერ ხედავ ჩვენ გაერთიანებას ერთი მიზნის გარშემო და თქვენ მოხვალ დღეს და ჩვენ დადგებით ჩვენ გვერდზე ეს სამშობლო როგორც ჩემი ისე თქვენია და ქართველი ერის ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ აქ და ამიტომ მე მჯერა რომ ვინც აქ დაბადებულები ხართ ვინც აქ ცხოვრობთ თქვენ გენაცვალეთ ერთად გავერთიანდეთ და მშვიდობიან საქართველოში ვიცხოვროთ ერთად მოვეფეროთ ჩვენ შვილებს და დავიცვათ ჩვენი მიწაწყალი ჩვენი სიხარული ჩვენი ძმობა ჩვენი მეგობრობა და გვანს მოეგოს უყველა მე მინდა კიდე ქართველი ერისა და ჩვენი ყველა მაცხოვრებლის განსაკუთრებით გავაკეთო განცხადება დიდ გორის ველზე იმეფა და იძლიერა ერთმა მეფემ და ღმერთმა რომელსაც განსაკუთრებული დიდი წვლილი დადო ერის აღშენებაში ჩემო ძვირფასებო და როცა წამოვიდა დავით აღმაშენებელი თბილისში არ შემოუშვეს ეს ხო ფაქტია რამდენიმე თემზადებოდა დავით აღმაშენებელი რომ ჯარი მოეკრიბა და შემოსულიყოდეს თბილისში ისინი ვის მაგის წინააღმდეგ იყვნენ ხო არ უშვებდნენ ძალით იქნება თუ ნებით შემოსულიყო თბილისში და დაეჭირა საკრახტო ქალაქი შემოძმებო იმან გააკეთა ესეთი რამე და ჩვენც ასე უნდა ვიყოთ ვის კი წინ გადაეღობა რა დღე დააყარა ეს ყველამ კარგად იცით იმ დღეს დავაყრით სულ ვის დღეს ქართველებს და ჩვენს შვილებს და ჩვენს მომავალს და ჩვენს მიწაწყალს წინ გადაეღობება ჩვენ გვინდა დღეს ერთიანობა სიცოცხლე სიყვარული და მთელი ჩვენი რესურსი თუ სადმეს არსებობს ქართველი ერის და ჩვენი ყველა მაცხოვრებლის ვის საქართველოში ცხოვრობენ ჩვენი ძმები მე ჩამოვთვალეთ ეხლა ყველას მოვახარო და ყველას დავაფაროთ კალთად შემოძვირფასოთ მებო მე მინდა ეხლა ბატონ ჩვენს წინამძღვარს და იქ რა თქვამია კიდევ რომ უფალის ნებიდან სანამ ღმერთიდან ნაკურთხი კაცი არ გამოუხეს თვალებს ამ ჩვენს საოცარ ხალხს მანამო ბევრი უბედურების გადამტანი იქნება ჩვენი ქართველი ერი და არ მოვეშვით დღედაღამ დავდიოდით და ჩვენი სულიერი მოძღვარი ავა ბობოხრეთ ეს ამოდენა ვაშკაცი ადამიანი დამსახურებული და ვერც თვითონ ვერ გამოთქვა ჩვენი შეკრება უფლისნება და ჩვენს გვერდზე დადგა
ჩვენი წინამძღვარია, ჩვენი ყველაფერი სულიერი მამა და აღსტოვებს და გვინდა რომ წვლილი დავდოთ საქართველოში და ერთხელ და სამუდამოდ მინდა კატეგორიულად გავაცხადოთ. მოებოთ ქართველი ერის ყუას და აღარ იყოს ჩვენ აღარ დავჭირდეს ასე შეკრება, რომ რა ვქნათ ხვალზე კიდე როგორ დავისვათ ჩვენი მიწაწყალი. დავიქცვათ ჩვენი მიწაწყალი, ჩვენ კონსტიტუციურად გვეკუთვნის რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვიყოთ და ეს შევინარჩუნოთ ჩემო ქართველებო. მე იმედი მაქვს რომ ყველა ვიც კი ამას დაინახავს. არა მარტო თქვენ, დღეს უნდა იყოს ჩვენს ოფისის წინ ტელევიზიები, იმედი, ყველა რუსთავი თუ ვიც კი არის, ჩვენ დაგვაშუქოთ. ჩვენს აი ამას არავინ არ აშუქებს. იქ გამოდიან და რაღაც უბედურებას და რა შეჭამე შეჭმის დროა დღეს. დღეს ეს აგერ მომდგარი ყავს კარზე მტერი. მტერი რომელიც უნდა მოვიშოროთ. თქვენ იცოდეთ შემოძმებო, ძალიან დიდ უბედურებას მოგვაწევენ ჩვენ ისინი თქვენ გესმით ვიზაც ვიძახი მე თუ სასწრაფოდ ჩვენ არ მიხვედოთ ჩვენ მიწაწყალს და არ ჩაიკიდა საზღვრები ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ სოფლიო მეცნიერობა გამოვაცხადა რომ სოფლიო ცივილიზაცია მოდის საქართველოდან ეს ხო ფაქტია სოფლიო მუზეუმად გამოვაცხადოთ ჩვენი საქართველო და ქართველი ერი რომ ნატრულობდნენ რომ ჩამოვიდონ და დაგვინახონ ეს ქრისტეს ქვეყნიდან ეს ქრისტეს ნაკვირს მიწაზე სახზე რომ ვინა ვარ ჩვენ და რას წარმოადგენთ მიამაყებოდა სად არ ვიყავი სწავლობდი თუ სპორტს მივდენდი რომ ქართველი ვიყავი და დღესაც მიამაყება რომ სუფთა სისხლის ქართველი ვარ ქართველი ვარ და როგორც ისტორიაში იყო ქართლი დაიწყება ახლა ეროვნული ბრძოლა ჩვენი ქვეყნის საკეთილ დღეოდ შეგაგი მაგას ხმეთ გადაწვალე ბატონი ზაურ ხაჩიძის ჩემი უკვე მეგობრის და განუყოფელი ძმის ასეთი ომახიანი გამოსვლის შემდეგ ხმა მეც მაქვს და კოტე მახარაძემ როდესაც ბაგრატიონებზე აკეთებდა ბატონო ზაურ ფილმს აკეთებდა მიმიწვია რომ დავითის სიტყვები მე წარმომეთქვა და ეს სიტყვებია დიდგორის ველზედ მეფის მიერ წარმოთქმული მოწოდება ეჰეი მეომარნო ქრისტესანო თუ ღვთის რჯულის დასაცავად ერთ მუშტად შევიკვრებით მაშინ არა მარტო ეშმაკის მოციქულთ არამედ ღვთით ეშმაკსაც კი დავამარცხებთ დასჭექა დავითმა და გაუძღო ჯარს წინ სულ რამდენიმე საათი გრძელდებოდა ეს ბრძოლა და ერთმანეთს ასრებდნენ მე დაწერილი მაქვს დიდგორზე რაღაც ცოტა პოეტობა მეხერხება ბავშვობიდან და 1 5 6 7 წიგნი მაქვს ბატონო ზაურ დაწერილი და დიდგორზე რო გარბოდენ უკვე თავისიანებს თელავდნენ და ჩვენ ქართველ ჯარს ეხმარებოდა თვითონ გაქცეული ყიზილბაშები და ის ოსმალოს ურიცხვი ჯარი რომელმაც სისხლში აბანავეს და ამიტომ ამ თავს წმინდა თა ეწოდა და ჩემო დაიკო და ჩემო შვილო მე ბედნიერი კაცი ვარ რომ კიდე მიპოვეს მე უკვე მეორად სამღვდელოებაში ჩამთვალეს ჩემმა ეკლესიამ და პეტრე ეკლესია მომცეს ვინც გინდა აირჩიე ავირჩიე ჩემი ყოფილი ოპერატორი ერთდროს ტელევიზიებში 2 საათიანი გადაცემა მიმყავდა და არ ამიშავდა მე ყოფილი ნამსახიობები ბაბუა ვარ და უძღოდი პატრიოტულ საქმეს პატრიარქის ქადაგებებს კითხვა-პასუხი მქონდა 1000-ნაირი ესეთ კარგი გადაცემა გქონდა და დღეს ღმერთმა მომიგზავნა უკვე წელიწად ნახევარი 2 წელია ასეთი ვაჟკაცი ხალხი მათ შორის არიან ხცოვანი პროფესორები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ფილოსოფიის უნივერსიტეტიდან ჯავახიშვილიდან ჩემი ისეთი ქალბატონია დენისა სუმბაძე პატრიოტი რომელიც ზვიადის გვერდით
კი არა ეჭვიანობდნენ ერთ დროს მე ზვიადისთან მეგობრობდი ეჭვიანობდნენ ქალბატონი დენისაუ ზვიადიზე შეყარებული ხო არ არისო ისეთი ამბები მაქვს გამოვლილი შვილო და ეს ქალბატონი დღეს ჩემთან მოდის და თავის შვილს მოყავს და იძახის რომ აი ღმერთმა გამოგარჩიათ თქვენ მე ახლა არ მინდა ბატონი ჩემი ზაური სულ ხვეწები ძალიან არაუწიო მეთქვით კაცო და მე გუშინ გადაცემა მქონდა ერთ-ერთ ტელევიზიის არხზე და იქ მოვეფერე ძალიან კარგი ყმაწვილია წამყვანი და მოვეფერე სულ შვილოს და მამიკოს ვეძახდი მაგრამ არა მაქვს უფლება რომ ამად გვერდით ვიყო და არ მოვეფერო ასეთ ლომივით ვაშკაცს ჩვენ სამივენი ყოფილი სპორტსმენები ვართ მე მსახიობი ვიყავი და სულ მსახიობები ერთხელ ილიკო სოხიშვილი გამებუტა რომ რატომ არ მოდიხარო ჩემ ანსამბლშიო და არ იცოდა ჩუმად მე თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი ძალიან მინდოდა მსახიობობა მეთქი მარტო ცეკვით მეთქი არ მინდა ახლა სცენაზე 20 წელიწადი ვიყავი სხვადასხვა სცენებზე მაქვს გამოვლილი საინტერესო ცხოვრება და არსად აი პირველი მოწვევის ჩემ ზვიადმა დამავალა რომ თქვენ ბრძანებთ სახალხო პარტია ბატონი ნოდარი იყო ნათაძე ჩემი აგიტატორი მცხეთის რაიონში და მცხეთის რაიონი ახლა ეს მაგიდა არ არის ისე რაღაცა მოკრიალებული დავახვედრე რო ჩამოვედი ბოლო დღეებში ბატონ ზვიადს მეუთხარი ბატონო ზვიად მცხეთის რაიონი თავისუფალია ბოლო რაიკომის მდივანმა დასწერა განცხადება გავიდა 29-ს არჩენ ოლქიდან ის ნომერიც მახსოვს მაშინდელი და ვინმე აარჩიე მეთქი ბატონო ზვიად ვინც ღირსეულად იმიტომ რომ მე მინდოდა ცხეთა გამოცხადებულიყო წმინდა ქალაქად იქ ჯვარსა და სვეტიცხოვლის შორის რუსის ჯარი იდგა გასულიყო ეს ჯარი რაღაცა ჩვენ სხვა პროგრამები გქონდა როცა ეროვნულ მოძრაობებს ვიწყებდით მაგრამ მადლობა ღმერთს ის ჯარი გავიდა მაგრამ სხვა ადგილზე დაბინავდა არც ისე შორს ამიტომ ჩვენ პოლიტიკოსებს დიდი სიფრთხილე მართებს არ არის პოლიტიკა შეხლა მე ვარ და ჩემი ნაბადი ესე არ არის მამიკო თქვენ გიწერიათ შეკითხვა მგონი რომ დასვით არათანაბარ ძალიან არათანაბარ ისე კი არა ცოტა შემპარავად ადრე კომუნისტების დროს ერთი პარტია იყო და ისინი არ ხმაურობდნენ ამდენს ეხლა მე ვარ გამიშვით რა იყო აი ბილბორდები ახსენა ბატონმა ზაურმა ჩვენ გვინდა ეხლა ჩვენ ანგელოზივით ვაშკაც ერთი ბილბორდი სადმე გაუკეთოთ ჯერ ბილბორდი არ არის თავისუფალი არა թե მოგენოწოლე და მე თურმე რომ გააკეთო სადმე აი დიღომში მეთქი ამ სადმაც ქალაქგარეთ მაინც გო ისეთი თანხა დაასახელეს დოლარებში რა თქმა უნდა ეხლა ეგენი ხო არ კადრულობენ სობლიურ ვალუტას ლარი ის დოდა ამატეს და ის ლარი ჩვენგანაა წასული მსოფლიოში ფულის ერთეული და რა თქმა უნდა არაფერი არ აქვს მატერიალურად მაგრამ მე ღარიბ ოჯახში გაზრდილი ადამიანი ვარ 6 შვილი ვიყავით მშობლები და ბებო ყავდა კიდე საოცარი რაღაც ბებო რომელიც გზდიდა 6 გის პატარა 2 ოთახი აი თუ გინახავთ იმერული სახლები სადაც 2 ოთახია სამზადისია და ეს სამზადისი იყო როგორც გომური ზამთარში პატარა ხფო შემოყავდა ბებოს ან წიწილები გამოიჩეკებოდა ყინვაში გარეთ ხوار დასავდა და იქ იყო ყველა შრეამული აი ამ ბუნებაში გაზრდილი კაცი ვარ მე ვერც სიმდიდრით გამაკვირვებს ვინმე და ვინც მე მსოფლიო პატრიარქთან ამსახურები ვარ 8 წელი ჩემი უწმინდესის кейსი მე დამქონდა მისი პასპორტი თანხები ეკონომიკა ყველაფერი და მისი პროტოდიაკონი ვიყავი შვილო მე არც სიმდიდრე მიკვირს და არც სიღარიბე მაგრამ ჩვენ ამ ღარიბ ხალხს რომლებმაც რა მოიგონეს გაუხსნეს ღობეები შემოახსნეს ქვეყანას ღობეები და გაუშვეს ხალხი ეს შეერი ხალხი გაცვივდა ზოგი სად და ვითომ დიდი საქმე გააკეთეს ევროპაში იმ ევროპაში ჩემზე ადრე არავინ არ ჩასულა სულ 18 წლის ბიჭი ვიყავი პირველად გასტროლებზე რო ჩავედი პოლონეთში ევროპა იყო მაშინ პოლონეთი და
იქედან მე ვინ მასწავლის ევროპას, ვინ მასწავლის ავსტრალიას, სინგაპურს, ინდოეთს, ამერიკის შეერთებულ ევროპა ხო ზესტაფონში ვერ დავდიოდი, ისე როგორც ევროპაში დავდიოდი. გერმანიაში უდიდესი გადაცემები კიონის ტაძრიდან უდიდესი ტაძარი კათოლიკებმა დამითმეს და სიონის გუნდებით იმით მთელ ევროპაში და მსოფლიოში გადაიცემოდა შვილო, მე მიმყავდა მთელი ეს წირვა-ლოცვა და იუნესკოს 2 წირვა აქვს, ჩემი ერთი კიოლნიდან, მეორე კიდე აი მცხეთის ჯვარიდან. ეხლა რატო ვამბობ ჩემზე? მე არა ვარ შემთხვევითი მღვდელი. მღვდელი ციდან კი აფრინდება. მე ამათი შვილი ვარ, ამათი მამა ვარ, ამათი ძმა ვარ. ანგელოზივით შვილები და შვილიშვილები მყავს, მაგრამ გაიქცნენ და იმ ამერიკაში ცხოვრობენ. ცუდად არა, მაგრამ მე მინდოდა, იმიტომ ვზდიდი მათ, რომ ჩემ ქვეყანას გამოდგომოდნენ. მაგრამ ზოგი მეუბნებოდა ჯერ ადრეა, ვაჟკაცი მყავს უნიჭიერესი 1-5 ენაზე თავისი ხან ბანკის მმართველია რაღაც ამერიკა, მაგრამ ვერ მოძებნეს მისთვის ადგილი, აუცილებლად უნდა გაისუსო, აუცილებლად თუ ადრენდელ კაკებეშნიკი უნდა გახდე, აუცილებლად რაღაც სადღაც მავალი ეშმაკთან თუ ქალთან თუ კაცთან ან ორივესთან ორთქმავლები დავარქვი მე მაგათ. ხო და ესე იგი კაც სუფთა კაც ნამდვილ ნიჭიერს გინდა ქალბატონს სად მიდიან ჩვენი გოგონები მამიკო ანგელოზივით გოგონები მიდიან და მოხუცებს სულიან და აქ ქალი არ არის ჩემ სოფელში ქალბატონი არ არის კაი ხაჭაპური გამომიცხოს მარტო რო ჩავდივარ და მაგის გუჯი ცოლის სულთან დამყავს რომ ასე თუ ისე მადლობა ღმერთს რომ ცოტა იცის იმერული ცხოვრება მამიკოც მისი იმერელი გახდათ რატო ვამბობ ასე ზოგადად ნუ იქნება ვინმე ვერ ნუ გამეფდება არავინ არის ღმერთის გარეშე არავის პირველი მცნებაა ეს შვილო 10 მცნებიდან მე მithქვია კიდევაც ახლა მეც ავღელდი რა იმიტომ რომ ცნება ორ ფიცარზე ეწერა მე არ მქონდა მეთქი საშუალება ამხელა ორი ქვის ფიცარი მეტარებინა და ავდექი და ეს 10 ცნება ჩემს გულზე დავიწერე თქო მე მყავს ბევრი კოლეგები ჩემი ვლები ორ-ორი ჯრებით არის დაიკვირდეთ პროფესორები და გახდნენ ისა მე მოარული ბიბლია ვარ შვილო თვითონ იმიტომ რომ 45 წელია მე რაც ეკლესიაში გახლავართ ხან გალობდი ხან პროტოდიაკონი ვიყავი მე მოვიარე მსოფლიო მისი უწმიდესობის მარჯვენა ხელი მართლაც ჩემი უწმიდესი ღმერთმა კარგად ამყოფს ეხლა ცოტა აწვალებენ ისე გული მტკივა რო უყურებ მას ჩემი ხვის გაგონება უნდა მე კრემლის პირობათა სასახლეში ყველა მართლმადიდებლები იქ ბრძანდებოდა იუბილეი იყო რუსეთის და გამომირჩია ერთმა რუსმა მომღერალმა დიდი თეატრიდან იყო ასეთი კაზლოვსკი ვლადიმერ კაზლოვსკი მაგარი ტენორი სტალინის დროსაც კი მღეროდა ახალგაზრდობაში და რომ იცნო გრუზინ და მთელი კრემლის სადილი იყო დიდი გამართული თან ხდომა და თან ეს იუბილე და მომღერა თავისთან ერთად მხოლოდ შენ ერთს მე პატრიარქ სულ უხაროდა ხოლმე და ამ შეჯამებით იქ კომისია ბრძანდებოდა მე დამაჯილდოვეს რუსულად შეიძლება ლუჩი მალიტელნი გოს პრავოსლავი და ასეთი პანაღია და საჩუქრები და რაღაც რატო ვამბობ ამას და მე დღეს 20 კვადრატულ მეტრ პატარა ეკლესიაში ვსახურო ჯერ კიდე ფეხზე ვდგავარ არც ენა მეშლება და არც სიარული მაგრამ ძალიან ან დიდი გამოვჩდი და ვერ ჩამაჭედეს იქ ლუსმანდად ვერ გამომიყენდეს რაღაც კრიტერიუმებია და ჩემი მოწაფეები ბათუმში აი მე მიხარია რომ ზდასვა არ იყო გახსნილი თორე ალბათ აქაც მომიწევდნენ ჯავახიშვილის გარდა შვილო ყველა ინსტიტუტებში მე კათედრები მქონდა სულხან-საბაში, გოგებაშვილში, ალმა-მატერში, კულტურის ინსტიტუტში რაღაცა ვასწავლიდი რელიგიას, ლიტურგიას, ახალ აღთმას, ყველაფერს, ქართული სული მინდოდა, პარიზში რომ დამხვდნენ თავადის ძველი ქალები, მე ვუთხარი ქალბატონებო, რომელიც თავადობით გამაკვირვებთ მეთქი. ორივე ბარათაშვილი ბებიები მყავდა, მამისა და დედის მხრიდან და თვითონ დიდი
შერვაშიძეები, ჩაჩმა შერვაშიძის მურზაყანის შთამომავალი გახლავართ მე უთხარი, ოღონდ ეხლა ამირანას რატო ეხლა ჩემ თავზე რატო საუბრობ? თუ ჩემნაირი გიჟები, მე ხო ნორმალური არა ვარ და არც მაქვს პრეტენზია. მე მამა გაბრიელი, ჩემი წმინდა მამა გაბრიელი ოპერას მეძახდა. ცოტა ჩემი ლოცვა განსხვავდება სხვა მოწვევისაგან, ახლა მე კი არაფერს ვაკეთებ სასწაულს, მაგრამ ამასთანავე მოსკოვიდან იყო ერთი მღვდელი და მე ამბიონზე შემომყავს პატარა ბავშვები, ჩემი უბნის, ახლა სოლოლაკში მაქვს სამხელა ეკლესია, აი თქვენი დარბაზი როა და ამბიონზე ვათქმევიდებ მათ მამაო ჩვენოს, ჩემთან ერთად და ბრევთან ერთად. ეს ბავშვები გიждდებიან ჩემზე. ამირან ბაბუას მეწახია, გვაგვიანდება ბაბუსთან წავიდეთ კვირას, არა ერთმანეთს ასწრებენ და ადგილი არ ყოფნის ხოლმე. და იმ კაცს უნახავს ეს მღვდელი, ჩემი მეგობარი გახდა, 5 შვილით ჩამოვიდა და ეხლა ბათუმშიც ვნახე წელს. რაღაც ღვთისნება იყო და დადის მოსკოვში და ეძახის ხალხო ჩადით თბილისში და ნახეთ ნამდვილი ლიტურგიის ელემენტები, რომელიც საქართველოში სულ სხვანაირად ლოცულობენ. საქართველოა ივერის ღვთისმშობლის და ჩვენი მარიამის სამშობლო და იესო ქრისტეს დედულეთი და ასე რომ არ შეიძლება მტარვალმა ხელთ იგდოს ეს ქვეყანა. ამას ღმერთი ისედაც არ დაუშვებს. ჩვენ ვიქნებით თუ არ ვიქნებით, მოვა თაობა, გაიზრდება კიდევ თაობები, როგორც ჩვენ გავიზარდეთ და ჩვენი წინაპარიც იყო, მაგრამ ისინი სხვანაირად უყურებდნენ სამშობლოს, კოცნიდნენ მიწას, როცა ბიძაჩემმა ჩამოიყვანა დიდი ჩვენი ახალი წმინდანი, აი ვინც დაიცვა მთელი საგანძური პარიზში, შალვა ამირანაშვილმა ჩამოიყვანა და მან ჩამოსვლის წინ პირველი რაც გააკეთა, ტრაპთან დაემხვა აეროპორტში და თავის მიწას ემთხვია და გაიმეორა რომ მადლობა ღმერთს რომ დედაშვილობამ ბევრს აკითხო, ჩემს მიწას მიმაბარეო, ცაფირუს ხმელეთ ზურ მუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო. ეს ატირებული ხალხი მე მინახავს და იმ დოლარებს, რომელსაც იქ გამოიმუშავებენ, შვილო, მე ბევრჯერ ვირბინე აქეთ-იქით და ყველა ქვეყანა მოვიარე მეთქი, მაგრამ ამერიკაში იმ დოლარებს $9 დოლარებს უწოდებ. ისი ხამე დღე რომ მუშაობენ, ხამე ტიგრიან. ჩემი დები იყო იქ, ჩემი ახლობლები, ახლა ჩემი შვილები და შვილიშვილებია იქ, მაგრამ რა ვქნათ, თუ აქ ნიადაგს არ შევქმნით. ასე რომ მე მინდა მადლობა უთხრა ღმერთს, ასეთი ლომების შუაში ზივარ მომთვინიერებელი. რა ვქნა, ეხლა ჩემი თავი მოვათვინიერო თუ ესენი. ეხლა მინდა რომ ორიოდე სიტყვა ჩემს ლომს გადავცე. თქვენის ნებართვით, ჩემო კი ბატონო და პირველში მადლობა მოწვევისთვის. იმიტომ რომ ნამდვილად პირველია ტელევიზიაში მიწვა და დასაფასებელი მიწვა დღევანდელი რეალობაში და არათანაბარი პირობებია საარჩევნო კამპანიაშიც. Actually, the is minut para power ღმერთს მადლობას ვეუბნება ერთი მეორეზე უკეთესი ადამიანები შემოხვდა ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ დღესაც გვაგასაკეთებელი ყველამ გადავიცით ბრძოლა რომ მივყავთ ბოლომდე. სულთა ეროვნული ინტერესებით მოვდივართ. მე არაერთი აქცია ჩამიტარე, არაერთი სრულობა მქონები, არაერთი ეროვნულ მიზანთან მიმართებაში მიბრძოლე ეროვნული ინტერესების დასაცავად. საზოგადოების საკმაოდ ფართო აუდიტორია მithom ჩემი პირადი აზრი და ვფიქრობ, რომ ყოველმა მათგანმა ძალიან გაათნახა თელი ამ წელს განმავლობაში როგორი სამართლიანი ვიყავით. ვინდა ამ აუდიტორიას მიმართა, რომ ორი პოდკასტ გამოვეკოვა შრომა სჭირდება. ელი წევრით არ დამარცხდება, ბრძოლა სჭირდება და ამ ქვეყნის აშენებას ჭკუაჩიდან და არა ოცნება და ზღაპრები. მithumedes დაპირისპირებები, იმიტომ რომ თელი ამ წელს მანძილზე ყოველთვის ორიენტირებული ვარ იმაზე კი არა, როგორ ვაკრიტიკავ, კი ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული. მაგრამ ორიენტირებული ვიყოთ იმაზე თუ საქმე როგორ ვაკეთებთ, იმიტომ რომ რაც ჩვენ ქვეყანაში ჭირს, ეს არის ის დიდი უბედურება, რომ კრიტიკის და ერთმანეთს ჭორობის თუ ღვლიცინის მე ზარებს არ ვაკეთებ. და საქმის კეთება არის უმნიშვნელოვანესი დღევანდელ რეალობაში. მithumedes იმის გათვალისწინებით, რომ აი მე რა ვიდა ზვიადის შემდეგ მე ჩემს არცეთ მთავრობა არ ყოფილა ლეგიტიმური, სამართლმოქმედებაზეც ვფიქრობ აღსადგენია რა თქმა უნდა საბოლოო მიზნებში და დღეს მომავალ თაობას უნდა ვანახოთ ის სწორი რწმენა თუნდაც რა არის, ამიტომ ვკითხავდი რელიგიის დაბრუნება სკოლებში. სამხედრო გაკვეთილებს
Იმიტომ ვითხოვდი სკოლაში და ღმერთის წყალობით გავამივიდა და იმ საზოგადოების ფართო მასშტაბით ჩაქვით, რომ ჩვენი ჯარი კარგია, მაგრამ ამ ჯარს უნდა ყავდეს უკან ის ძალა, რომელსაც უკვე საზოგადოება ჰქვია. ვითხოვდი შობადობის წახალისება, საათობრივი ანაზღაურების დაწესებების, ქართული მიწებო სხვა ეროვნების წარმოდგენაზე არ გაიყიდოს და არ ჩანაცვლდეს საქართველოს თავი ქართველიერი, როდესაც ჩვენ ძალიან დაათხელა, თუნდაც კურიერი რომ გამოუძახოთ, უკვე სხვა ეროვნების წარმომადგენლები უხდებია. უბრალოდ იმდენ მიზანზე ნაბრძოლები, მათ შორის სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგიც ვიყავ, იმიტომ ვისაც უნდა აცილო იყო, მაგრამ დისკრიმინაცია იყო, თუნდაც მწვანე პასპორტი, რეოტ წითელი პასპორტის დისკრიმინაცია სამართლებრივ ენაზე რომ ვისაუბროთ. მოკლედ, მიბრძოლი არაერთ ადგილას, ფიქრობ, რომ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეროვნული ტრადიციული დღესდღეობის მაქსიმალურად მივაქციოთ, იმიტომ რომ ჩვენი რწმენა, ჩვენი ისტორიაც აბსოლუტურად განსხვავებული ყველასთან და საუკეთესოა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩემი პირადი აზრით. ამიტომაც ვფიქრობ, რომ საზოგადოების ერთობის დრო არის და ის უმნიშვნელოვანესი სამი სიტყვა, მამული ენა და სარწმუნოება, რაც არტის სახელმწიფო არის, რაც დაგვიდოდა ჩვენმა გმირმა წინაპრებმა, ილია მართალმა, რაზეც ჩვენი გმირი წინაპრები თავს წირავდნენ პირდაპირ მნიშვნელობით, სისხლის ბოლოწოდები, ბოლო ამოსუნთქავდნენ, იბრძოდნენ. აი ეს მიზანი რომ მივიტანოთ ბოლომდე. ჩემი გარეთ შემიძლია ის იქნება ყოველთვის ყველგან გახლავდეს სამართლოს ვიქნები სამართლიანი ჩემი ერის მხარეზე. კი, მართალია, რაღაც უნდა პერიოდში მადლობა ბატონ ზაურს და პრომოტორ მამა ამირანს, რომ შესაძლებლობს მაძლევი ჩემი მიზნებთან კიდე ერთი ნაბიჯი დავახლოვდე და ვიყო უკვე ქარაქტირიზმები, მაგრამ გულწრფელად ვეთქვი, ქარაქტირიზმერობა ეს უბრალოდ ბერკეტი იქნება, რომ ვერაფერს ადამიანთა ჩემს საქართველოში, ამიტომ თბილისში ხელ საქართველოს ჩემი ქართველი არის დავჭირდები. იქ უნდა ვიყო მეტი შესაძლებლობით, იმიტომ რომ მე არ ვიყავ ქართველი, მე ვიყო მთელი ერის და მთელი საქართველოს მასშტაბით ყველას გვერდში. ჩვენი საზოგადოება არის მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საფუძველზე ოდითგან ილიადან დაწყებული ჩემი გურამის გავლითა და ჩვენ დღეს რასაც ჩვენ აგერ მე ავხნის კაცი ალბათ ბევრი გამაკრიტიკებს და მე კრიტიკის არ მეშინია შვილო ეხლა რაც უფრო მეტად გიჟდამიწახებენ ჩვენთვის სასარგებლო იქნება იმიტომ რომ სასულიერო პირის როცა აქებენ მასით ცუდად არ მის საქმე სასულიერო პირი უნდა იყოს ღმერთისა და ერის სამსახურში და მე როგორ დავემალო რა თქმა უნდა სად შევძრო ეხლა მეც მოვახოთ ერთ პატარა კელია სამე გავაკეთებ და შევიყუჟები მაგრამ ავსია სანამ სული მიდგას ეს სული მინდა მოხმარდეს ჩვენ შვილებს ჩვენ მომავალს მე მინდა ბატონო ზაურ თქვენ გკითხოთ ბატონებმა ისაუბრეთ და ხაზი გაუსვით ემიგრანტობის პრობლემას რამდენად დიდი რაოდენობა არის ქართველების წასული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად რეგიონული განვითარების კუთხით მინდა ასევე გკითხოთ აი მაგალითად ფინანსური დამოუკიდებლობა როგორ შეიძლება აღდგეს თუნდაც თბილისში თუნდაც რეგიონებში რა გეგმები გაქვთ ამ კუთხით თვითმმართველობის არჩევნებში ფინანსური ახლა რა მინდა ერთი ხაზი გაუსვა რომ აი როდესაც ფული იბეჭდება იზოლობენ ბანკები ну რაღაც პროცენტში მერე ბანკები თავის პროცენტს ადებენ მერე კიდე ვიღაც ადებენ და საწყალი ხალხი სესხებში და ბანკის იმაში არიან გადამდგარი როგორ გადაიხადონ შიურები დადიან ეძებენ სამსახურს როგორ იშოვონ და დაფარონ ეს ვალები ბატონო ზაო ამიტომ მაგის პროფესორები გამოუშვეს რომ კიდე გატყავო ხარ ხო ამიტომ მე ვიძახი რამდენ პროცენტში ყიდულობენ ისინი ფულს და ვინ უკონტროლებს ამ ბანკებს რომ ამდენ პროცენტში ზდიან კიდე მე რეაქ და 7% რატო იყიდონ 2%-ში 1%-ში მეტი რა ფული ყიდულობენ ფული შეუვათ იმათ აბსოლუტურად ესენი ზდიან ამ ფულს პროცენტს მერე ბანკები კიდე მიდი და რა დღეში არიან და საწყალი ქართველიერი გაძვალტყავებული გაუბედურებული შივრები დღეს თუ ვინმე მუშაობს ხალბატონო არის პურის ფულს შოვილობენ გამდიდრებული კაცი დღევანდელ დღეს მე არ მინახია უზარმაზარი გადასახადები ჯარიმები მოდის ყოველ დღე საწყალიერი ერთი რამ მინდა გავამახილო ყურადღება კიდევ სიტი პარკი რომ არის ჩვენთან თბილისში ამის მე მახსოვს კარგად რომ თქვენს გახსოვთ აბა ებრაელებიდან უნდა ეყიდათ ამდენ მილიონად და ხალხს ისინი ატყავებდნენ და თელი ამბები იყო მაშინ იხდიდნენ 25 ლარს იხდიდნენ 6 ზე კი ბატონო დადგებოდი ეხლა 10 ლარი იყო ხალხო რა ხდება საქართველოში
ვინ შეუძლია ვის აქვს უფლება ქართველი ერის გარეშე რამე გადაწყვიტონ? ამოიღეს მუხლებიდან დღეს რომ ჩატარდეს უზარმაზარი გამოკითხვა ხალხის. რეფერენდუმი ჩავატაროთ ყველა საჭიროებო საკითხზე, რაც ეხება საქართველოს და ქართველებს. ვინ ეკითხება ქართველებს? ან დღეს ვინ ეკითხება ქართველებს რა ქნა და როგორ მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება? ბავშვები განათლების სისტემა მოსმეს. მე ეხლა ხო ვთქვი, დღეს თუ გვინდა რომ ჩვენერი ფეხის დავდგეთ, ყველანაირი რესურსი თუ სადმეს არის, განათლების სისტემაში უნდა ჩაიდოს. გაავზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა გამრავლების სისტემაში. შეხედეთ თურქეთი მეზობელი ქვეყანაა. თუ ვინმე ხართ ნაყოფი, როცა მიდიან საბერძნეთისკენ 100,000-ობით მრავალსართულიანი ბინაა. დაქორწილდება ოჯახი, აძლევენ ბინას, კრედიტით რა თქმა უნდა, ნელ-ნელა იხდიან და იქ ცხოვრობენ, ის აღარ ფიქრობს საცხოვრებელზე, მრავლდება ერი, ყავს 15 შვილი, ჩვენ საწყალ გლეხს აგერ ერთი შვილი კიკილა და ჩვენ რა მოდის დემოგრაფიული პრობლემა, რა გველის ხვალ ჩვენ? აი რა გვაქვს საუკეთესო ერთი, რომელ სფეროშია ჩამოყალიბებული და ცხოვრება აწყობილი. გამოდიან და ჯანდაცვის სისტემა. აი მე დედასაბიჯო. რას ქვია დღეს ჯანდაცვის სისტემა არის არ რომელიმე სისტემაა? აწყობილი აქვს, ვიზი აწყობილი, ვიზი აწყობილი, უბრალო აწყობსი აწყობილი, საწყალი ხარ გადღეშია. სად არის თურქული იაფი წამლები? სად არის რა ხდება და მე ჩვენ გვაქვს ერთი ასეთი პროგრამა რომ გააკეთდეს მერიასთან არსებული სასწრაფოდ აფთიაკი, სადაც წამლები გაიყიდება თავისუფლად არჩევნო და ამაზე პასუხისმგებელი იქნება ჩვენი ქალაქ თბილისის მერია და მერი. ხალხო, ეხლა მე გამოვდის რომ მე განა ვინმეს წინააღმდეგი ვარ. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. ეხლა მინდა რაღაც გავაკეთო კი. დარბიან და იკითხა, აი ეს იქ ჩავიდა, ეს ჩინეთში არ ჩავიდა, ის იქ რაში გვაინტერესებს ვინ ვისაც ჩავიდა. ჩვენი შიდა პოლიტიკური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ ჯერ. ჯერ არ ვცალია ჩვენი მათთვის. აქ მოვიყვანოთ ხალხი და შემოვატრიალოთ რომ ეს დაძაბულობა დღითი დღე კიდევ უგდებენ შუქსა რომ ქართველები დააპირისპირონ ერთმანეთს. იქ პოლიტიკურად, იქ სოციალურად ეს როგორ შეიძლება ჩემოძმებო? სად არის ეს ქართველიერი? მე ვაღარ ვცნობ ამ ქართველებს. ვინ არიან, რას აკეთებენ? დაიძინ ეს კაცო. მე ეხლა კი არ ვთქვი მიეცი ძალა უფალო რომ დღეს გაიგვიძოს მათი ეროვნული სული თავის სიყვარული გააკეთონ. რომელი სფერო ეს? ამიტომ დღეს არავინ ამაზე არ იძახის. გამოდიან და რაღაც დაპირისპირებებზე და ამის რის გამკეთებლები არიან? თუ გაკეთება უნდათ, იქ იყვნენ, თუ გაკეთება უნდათ. ეხლა მოგწონ ჩვენ ასპარეზი, ჩვენ დაკისრებულ მისიას ჩვენ პირნათლად შევასრულებთ. ღმერთის წინაშე ფიცი გვაქვს დადებული, ისე კი არა. დაინახავენ ჩვენ როგორ მოვაწყობთ აქ ცხოვრებას. აქ უნდა იყოს საწყალი ხალხი, ისეთი პირობები მაინც შეუქმნათ, რომ კვდებიან, გაჭირებაში კვდებიან, ერთხელ მაინც წელიწადი მაინც გაიხარონ იმას თავის შვილებს და სიხარულს მიხედონ. რას გავს ეს საქართველო? ეს საქართველოა, ჩვენი წინაპრები გადაბრუნდებიან ალბათ საფლავში. დღეს ყველა უნდა დაირაზმოს, დღეს არავის უფლება არ აქვს. პასუხს მოგთხოვთ ყველას. ეს დღეს შეიძლება ძალიან კაცრი განცხადება, მაგრამ უნდა იყოს ხალხო ამოვიდა, არავინ არაფერს იძახის. მარტო გადადებული არ, შენ რამე სიტყვი, რუსეთ თუ მე ხარ, შენ ის ახარ, თურქეთ თუ მე ვარ ქართველ თუ მე ვარ ქართველი ვარ ხო ჩინეთი კიდე ჩინე მაგათ მიზანი აქვს ჩვენ შევწა მონაკ და დაგვაყრონ კი ბატონო გზას გააკეთებენ როგორც წესი და რიგია ისეთ ფარგლებში ჩაჯდონ და კი ბატონო გაიარონ სამაძროსაც მივცეთ ყველაფერს მაგრამ ყველაფერი გადაწყდება ხალხისთან დაკითხვით შემოძვირფასებო აი მაშინ დავდგებით ჩვენ ერთად ჩვენ უნდა გავიზიაროთ ყველა ქართველის ტკივილი ჩავწვდეთ იმის გულში ხალხო უბედურება საქართველოში ღმერთი ეკლესია შეხედა რეები ხდება იმათ ვენას მე ვენაცვალე აი მამაოს ეკლესია რო ქართველმა კაცმა თუ არ ილოცა ეკლესიაში მე რა ქართველი ხარ რა მართლმადიდებელი ხარ და დღეს შეხედეთ მამაოს ეხან თქვა ღობეები შემოხსნეს საქართველოს შემოდის ვისაც გაეხარდება ვინ მისცა უფლება ჩვენს მამაპაპის მიწაზე აქ იყოს ისინი ხარ რას მოითხოვენ თქვენ არისით უბედურება მოგველის ჩვენ ეგენი დაინახე რა დღეს დაგვაღრიან გაიარეთ თბილისში რევი ხდება შეხედეთ არაბეთის ქალაქი შეიძლება სად ძვირფას ისტორიულ იქ რა ქვია კაცო შავლაბადაზე ხალხო ეს რა ხდება შეხედეთ აქეთ და შეხედეთ რა უბედურებაში უპატრონო საყდარს დაეღვანა ჩვენი საქართველო უფსკრულის პირზე დგას ქართველიერი დღეს ვიღაცებს ელოდებიან ხელი კრას და ჩაიშეხონი და ვინ არის გადარჩენი მაგათი
თუ ჩვენ თავს არ მიხედეთ, დღეს ყველაფერი ფეხზე უნდა დადგეს. ამას კატეგორიულად ვაცხადებ, იმიტომ რომ ამოვიდა კეთილი კაცო, ტელევიზორს უყურებ, ვეღარ უყურებ, დაძაბულობა, ესე, ისი, არ მინდა იმის სხვა. ოდით რა შეხედეთ ამ ჩვენ შვილებს, ულამაზეს შვილებს, ულამაზეს ახალი თაობა მოდის. შესანიშნავი ხალხი, რა ხდება საქართველოში? რა თმინდა მე იმას, ვის დამორჩილო, მე deep state-ის რაღაც იმას რომ ეს უნდა გავაკეთოთ, ხვალ დაინახეთ, ისეთ რამეს დააკენე მე ახლა მოითხოვენ კიდე რომ ხალხი უნდა აღელონ კიდე და რაღაცა. რას ქვია ეს? არ მაინტერესებს არავინ, ეს არის ქართული მიწაწყალი. რატომ არ იჭრებიან თურქეთში? რატომ არ იჭრებიან აზერბაიჯანში? რატომ ვერ შეყვეს ხირი? აქ მოდიან ყველა. არა ვითარ შემთხვევაში 100,000-იანი კაცი მოსულა და თითოეულა კაცი დამდგარა და ღმერთი იდგა ჩვენთან და ვერაფერი ვერ გვიყვეს. ვერც ახლა ვერაფერი ვერ გიზავენ და იმათ იცოდონ, ნუ მოდიან აქ. ჩვენ აღვზალავთ საკუთრებაში მიყიდვას იმაზე, მიწისასაც და ყველაფერს. მიდის ნახულობს საწყალი გლეხი გაჭერებულია და 200-300 ლარში ყიდის, მიწას დაყვეს. იყიდის ის აბა რა იქნება? ჩადით აგერ ეხლა თბილისში კაცო, ინდუელმა იყიდა ჩემ მეზობლად აგერ, ჩემ მეზობლად სასახლე აშრა ინდუელმა. დაბლა კომერციული და ისო და რა უნდა იდეულს ვეღარ ადიხარ ხალხო. ეს ვინ არის პატრონი? და საწყალ ხალხს დაეტაკებიან და სახლებს უნგრევენ. ეს როგორ შეიძლება ქართველ კაცს პირიქით მიეცი საშუალება ერი გამამრავლოთ? ვინც ქირით არის დღეს 1000 ლარში ხდიან ბინაში ხო? მიეცი აგერ ბინა იმ 1000 ლარს გადაიხდის ბანკში ისა და შერჩება მაინც არ დაკარგავს. მიუმართოთ ხოლმე რაღაც ძალებით მიუმართოთ. ვინ არის პატრონი? არანაირი არ დავთვალოთ. ყველაფერი უნდა გადაწყდეს საქართველოში, როგორც ქართველებს მიხედოთ. მე ვიყავი ამ უსენებელმა სააკაშვილმა, მე მაგას პახშუს ვამთო ჩვენ ჯერ მაგას. მაგის ადრე როგორ იმაზე ტუიმაში ყავთ რა ქვია, კურორტზე ყავთ იქ. რა უნდა მაგას პირდაპირ ციხეში სასწრაფოთ? რა უნდა მაგას? ვინ იღებს ხმას ამაზე? და ახლა დღეს კიდე რაც მოხდა დღეს ჯაფარიძე და ის რა ქვია, ხო, ის გაათავისუფლეს და შეიწყალეს ციხიდან. აი დედასა, აქ მოა ქართველი ერი დღეს არ ეგონოს მაგას რომ ქართული სული ვინმე მოკლა. ჩვენ აქ ავარდონ, ლომები ვართ აქ დღეს ქართველი ლომები რომ სიხარულით გაიშვება საქართველოს, როცა ჩვენ გავიმარჯვებთ ახლა და ყველას გაეხარდება რომ ჩავიხედავთ ის გუჩი. ქართველი კაცი გაჭირებული აქ არ უნდა იყოს. არავითარ შემთხვევაში ქართველს არ უნდა უჭირდეს. იმდენა ფულებს სატყრიან კაცმა არ იცის. სადმიდის ეს სიმდიდრე კაცმა არ იცის. რეებში ხარჯავენ. შეკაიდეთ მამიშვილო, თუ ამდენა ფული გაქვს. ადექი და რა შემიდა შენი ბილბორდი. ახლა მე არც მაგდა დამინახავს ხალხი, არც შულს არ გავაკეთებ ჩვენ. დამინახავს თუ ღირსი ვარ, დამიჭერს ფარსა. ის მიახმარე გაჭირებულ ხალხს. სინათში შვილებს მიახმარე უპატრონოს გაჭირებულები. აიგერ ბავშვები იბადებიან საწყლები დღეს რა ხდება? შეხედეთ თბილისსა ხალხო, ვინ ახართ? ეს ღამის კლუბები რა ხდება? თრალები, უბედურები, კაიფში გამოდიან ეს გოგუები, ბიჭები, დახატულები, ეშმაკი და ყუდიანები არიან თუ ვინ არიან? ეს ყველაფერი გაიგოს ხალხმა. მე იმედი მაქვს რომ ჩვენ ამას აჩვენებთ. დღეს საშინელ მდგომარეობაშია საქართველო. ამათ უნდათ რომ ქართველები დააყრნიონ და მართლაც არის რომ ჩამოიყვანონ უმცირესობაში. ეს ტკივილი, ყველას ტკივილია ჩემოძმებო. მე გადადებული მაქვს თავი. მე გავაგზავნებ ჩემი წინაპრების იმ ტრადიციებს, რომელსაც ისინი ბრძოლობდნენ და ალბათ უფალმა ჩემში ჩადო ეს ძალა და მე მომცა ეს ძალა რომ მე თქვა და მე წავიდი ამაზე. ეს პატარა საქმე არ არის. შენ 1000 ის წამოა ჩემზე ახლა დღეს ეს ხო თქვენ კარგად მოგეხსენება. მოვიდეს ფისმასტაცია და ვაშკაცურად დავხდეს აგერ და მე დავხდები ქართველი კაცი, რასაც დღეს საქართველოს ჭირდება ჩვენს მომავალს. ჩემმა შვილმა და ქართველმა კაცმა თუ არის ცხოვრა, რაში მაინტერესებს აქ სხვა ვინმე? არავინ არ მაინტერესებს და ყველა იცოდეს იმ ვინ შემოგვესიენ და ახლა რაც კიდე ყდარის საკითხი ბატონ გურამის ხსოვნა და არ დავიწყება იყოს ის ჩემი ძვირფასი კაცის კაცმა რომელიც დაასამავრა თურქიის მესხების შემოსვლა გაუცოცხლეს ეს საკითხი ამათ ეს რას მოგვენის ჩვენ ხალხო იცით თქვენ გაგო შეიძლება ეს ამბავი და რას შეეწირა ბატონი გურამი ყველამ კარგად იცის და დღეს ის დაძინებული საკითხი ყდარი თურქეთში და თარასი ძახის ერდოღანი ჯარით მოვდივარ და სიმღერებს და ლექსებს უძღვის ამას ვინ მისცა მაგათი ადგილი არ ვინ მისცა მაგათი უფლება მაგის სხვა ამიტომ ჩემო ქართველებო ვინც დღეს მოისმენს ამას გადააზიარეთ ყველას გულში იყოს ეს იცოდეთ თორე თქვენ დაინახავთ მე ვიბრძოლებ ჩემ მისიას შევასრულებ მაგრამ შვილი ველოდება მომავალი ველოდება შემოვრაგოთ ჩვენი საქართველო ვიხაროთ ვიძღიგზელოთ ავყავდეთ ავშავდეთ და მივხედოთ ერთმანეთს მოვეფეროთ სიყვარულის გარდა არაფერი გადაგვარჩეთ ჩვენ სიყვარულს თესავთ მამაო სადაც დავდივართ ვინმეს ვეფერებით და ვესიყვარულებით და ეს ყლავენ ამას ყველაფერს არ მინდა მე არანაირის მე ქართული ცხოვრება მინდა ჩემს სამშობლოში ქართული ცხოვრება უნდა ჩემს ხალხს ჩემი ემიგრანტები ვიწასულებია ხალხო ყველას ხავთ
ღამე ტირიან სოდვით არ შეიძლება ის არშომი იქ რა დღეში აგდებენ ამ ჩვენ ქალბატონებს რატო უნდა იყვნენ ისინი აქ ჩვენ შევქმნათ პირობა აქ ჩამოა აგერ მონობა მონაზები უარესად არიან ხალხო მე იქ ვიყავი როცა მან გამაქცია მე ვიყავი წასულია უყურებდი რა საკეთებენ იქ და რა დღეში არიან ჩვენი ქართველები საბუთს ვინ მიცეს ვინ ჩაწერს რა ფულზე და დაუღეს კარები ამას მიცემენ ფულსა 100,000 და რა მოქალაქეობა კი არა როვითარ შემთხვევაში ქართული მოქალაქეობა რომ იყოს პირველი საკითხი დადგება მამის სახელი საქართველოში მე მიხარია რომ დაიბადა რომ მამაჩემს ნიკოლოზი ერქვა იმის სულცვენაცვალე რას ქვია მე მამის სახელი წამარდა მე ქართველი ვარ აქ და ეროვნება ეს არის ჩემი ბედნიერება სადაც ვიყავი პირველი ვიყავი მოვაგერ იცოდეს ბევრი მისწოს მე სადაც სწავლობდი ვამაყობდი ქართველი რო ვიყავ და დღესაც უძლიერესი სიამაყე მაქვს მე ვენაცვალე ჩემ ჯიშსა და ჩემ ჯილახს და ჩემ ქართველებს თქვენ გენაცვალეთ ქართველებო მე იმედი მაქვს რომ სულ ყველა დღეს იერი დაირაზმება თუ არ დავირაზმეთ ხალხო ვიღუპებით იცოდე და მერე გვიან იქნება ნათქვამია რომ ურემი რო გადაბრუნდება მაშინ მოინახება ზაუ და სანამ გადაბრუნდება ეს ურემი ჩემო ქართველო ხალხო მოუნახოთ ეს გზა გამოსავალი და ეს გამოსავალი გზა ერთი არის ჩვენი ქრისტეს გზა და ერის გაერთიანება ხალხო და ყველა საკითხს გადავწყვიტავთ აბსოლუტურად აი ჯერა რომ დღეს უკვე დადგათ რომ ეს უკვე იყოს ახალი საწინდარი ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და ვენაცვალე აი დავინახოთ თუ დღეს ვერ დავინახეთ თუნდაც მე ამ ქართველმა ჩემმა მამაო მაგერ ჩემი ახალგაზრდა რატომ მოვიყვანეს ახალგაზრდა კაცი რომ შეხედონ ახალგაზრდებას მე ის ახალგაზრდები რომლებიც იქ არიან იმათ სულ ყველას უნახარ იმათ ვენაცვალე ჩვენები არიან მაგრამ შეიძლება რაღაცა სხვა ისაკ მოვიყვანო დღეს იმათ მე ვეუბნები საქართველოს კეთილდღეობა გინდა თუ გინდა მაშინ მეც მინდა მოდი გავერთიანდეთ ჯერ ეს მიზანი მივახციოთ ჩვენი და მე შემდეგ თუ რამე საკითხი გაქვს მოდი ის გადავწყვიტოთ დიალოგით მოვეფეროთ ერთმანეთს მოდი რა გვაკავშირებს ჩვენ რა ევროპა ვის რაში ჭირდებიან ევროპას და ამერიკას მოსული არის ისთვისაც არის მოსული არ მინდა ახლა მაგრამ შეიძლება აი ეგ რო გავიდე რაღაცა უბედურება მომიქცეს ახლა ვინ არის ტრამპი ჩვენი ერთგული და ჩვენი სიკეთის მოსიყვარულია მერთმა გაუმარჯოს თუ არის მაგრამ ძალიან ეჭვმება რომ მე ან ევროპა თვითონ ისლებიან იქ და უბედურება მიდის იქ რა არის კარგი მოდი რა ყველას გაუმარჯოს თავის გზაზე დამანებონ ეს ჩემი ბედნიერი საქართველოს ჩემი ქართველი ერი და თუ ვინმე მოვა ვენაცვალეთ ჩვენ სტუმართმოყოლებას კარგი ვიცით მოფერებას კარგი ვიცით ჩახუტებას კარგი ვიცით და ვერც ჭკუით გძობიან ვერც განათლებითა ვერც ვაჟკაცობითა ვერც რაინდობითა შეხედეთ ჩვენ სპორტსმენებმა ხო დედაუტირეთ სულ ყველას ხო და ვაჩოქებს ყველა სადაც მივდივართ აბა რა გიდათ მოდი გაიხარეთ ერთად და იყავით ერთად შემოძვირფასო ხალხო ეს დღე იქნება დღეს ისტორიული დღე და შევხედავ თუ ერი არ გამოიგვიძა მე ვიწვი მე ახ მოვალ ისევ თქვენთან და ვიწვი რომ მერთო მე გვიშვედა მაგრამ უმერთმა თქვა იქ გაიყვანს განსასჯელზე ბიბლიაში წერია რომ მოვა მომენტი რო ეგენი შემოგვასევიან ჩვენ ეს მაგრამ თუ ისინი ჭკუას მოიხმარენ და თავიანთი სურვილებით გავლენ აქედან გადარჩებიან თუ არა და დაწონს და დადაგავს ღმერთი იმას შარს ეს არის წილხვედრი ქვეყნის ჩვენი ღმერთის საქმეცა არის თუ არა დაწონს მაგრამ ქართველებს კაირამი არ დაემუქრა და თუ ქართველი ერი კიდე მობრუნდა ქრისტეს გზაზე გაიხარებენ და გამრავლებიან და გააგრძელებენ მარადიულ ცხოვრებას აქ ჩვენთან მე მინდა ისე უთხრა ჩემ ერს იმედი მაქვს ერის რომ გამოიგრძელს მიძინებული ერი სოფლებში ჩადით ხალხო გაჭირებითა მე ერთხელ დაუშვი საზოგადოება იყო აქ თბილისში მაგარი ჩვენ არც სოდნა გვაკლია და არც გამოსულებობა და მე ვეუბნები ერთსავს აი ამბავი იყო და მე ვუთხარი ერთ შეკითხვას გაძლევ მეთქი რასო აი ამას გაძლევ მე ვუთხარი ზაფხულის აპანახება სიცხეში აი ხრაკდა ბალახი დაწვა მზემ სოფელში ხო მე ვუთხარი ზახამოთი გლეხი რომოა საწყალი ნაშრომი გადარუჯული გადამწვარი მზიდან მაგათ არ უნახიათ ეს გაჭირება მე იქ დაიბადე გლეხის ოჯახში და მე ვიცი რა არის ეს ოჯახის ცხოვრება გაჭირებისა და ღამე რო შეჭამს რაღაცას რა დახტობა იქაცა კიდე ან ჭადი და მაწონი თუ იყო ეს ხო ბედნიერება საწყალს ჭამისავის არა კაცო ჭამისავი დაღლილი ხო და რას რო წამოწოვა მეთი და რას შეხვეწება ღმერთს ამეთი ერთი მეურვა რასოს მეურვა ყათ იყო ჩემი სოციალიზმისა და აი საჭმელი მომწეს და არ გამიჭირდეს. უაი შეს პატრონს მეუთხარ. ღმერთი იმ სიცხეში რო აგრილდება და წამოწობა და ღმერთს ევედრება რომ
ღმერთო წვიმა მოვიდეს რომ ჩემი ნაშრომი დაკესილი და მიწრამე ის არ გამიფუჭოდა საჭმელი და სასმელი ქონდა ჩემ შვილებს ხო და შეხედეთ ხალხო შეხედეთ ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ მე კიდევ დიდი იმედი მაქვს ჩემი სამეგრელოსი ვიყავით ჩვენი და მეგრელები ეროვნული ხალხი არიან გვერდზე დადგენ ძალიან ბევრი და ჩემი ხალბატონების კიდევ რომელიცაც დღესა ვაშკაცობენ ხო ხედავთ უკვე თბილისში წამოვიდან მოდი ვაშკაცურად დაგვიდგან გვერდზე და ჩვენ კიდევ მამაკაცები რაიდები ჩვენ საქმეს გავაკეთებთ აქ ჩემო ძვირფასებო მადლობა მინდა გითხრათ თქვენ ყველას და ერთი ფრაზით დავლოცავ შვილო დღევანდელ დღეს დიდო ღმერთო შენ ტახტს იცავს მთელი ერი შენს ტაძრებში გუგუნებენ დედო ზარნი ზეციური სამოთხიდან ამ დიდებულ ქალაქიდან გავწყინე მთადამდელო დაგვილოცე თბილისი და დაგვილოცე ერთიანი საქართველო დიდება უფალს კედაცალეთ ბოდიში ასეთი ყოლები აჯერ ამდენი ხომ ვერ გამოვლია ჩვენ ხო საჭიროა შენი საჭიროა ესა უკვე საჭიროა ჩვენი აფხაზები ჩვენი ოსები ხო ხედან რა დღეში არიან სადგარბი ხარ ეს მიწა ჩვენია ხალხო თქვენ მოხვედით ეს ღმერთმა მოგსა მაგათ იცი როგორ წაუვათ საქმე თუ ჭკუას არ მოეგენ საშინელება მოხდება ან ოსები მოვდით ვინ ჩადიოდა იქ ვინ ჩადიოდა ჩავდიოდით ლუც დავლენდით და მოვდიოდით ეგენი ცხოვრობდნენ იქ ვესენი იყვნენ აქ აფხაზეთში ვინ ჩადიოდა ჩავიდოდით იქ რესტორანი იყო მიხაროდა ხოლმე ზღვაში შევიდოდით სულ მოგვიკლეს ყველაფერი ვის სუგდეთ ვის ჭკუაზე ავედით კაცო შეხედეთ მოდი ავაშენოთ ახალი საქართველო ახალი ძალით ეროვნული სულისკვეთები და გაიხაროს ქართველმა ერმა და მოდგამ ჩვენს თანამეგობრებთან ჩვენ აზერბაიჯანელებთან ჩვენ სომხებთან ჩვენს ებრაელებთან ჩვენს ქურთებთან ჩვენს იაზიდებთან ყველასთან ოსებთან ჩვენ გასაყოფი არაფერი არ აქვს ვიხაროთ ერთად ამინ ჩვენ პროგრამას დავუგებთ აი ხა რასაც უყურე პოლიტიკურ დაპირისპირებაში მარტო ერთად დაჭრონზე არის ორიენტირებულები და რა ვფიქრობ ისეთი პროგრამა შედგენილი მეგობრებთან ერთად რომ რავი ეს უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის რა პირველ რიგში რაც არის ის არის რომ 800,000 ვაცმასლის საზოგადოება ყავს პენსიონერების გულისხმობ რა და პირველი რაც მინდა მთელი გული და სულით გავაკეთო როგორც თბილისის მერი გავხდები ის არის რომ წამალზე არანაირი ფასნამატი არ უნდა იყოს თუ პირობითად სხვა ქვეყანაში ვიდროთ 10 აქაც 10 უნდა გაიყიდოს იმ პენსიონერზე იმიტომ რომ ეს პენსია ცოტა აქვს და მე ძალიან ბევრი პენსიონერი ნახია 4-5 თვის ხელფასი პენსია უღია რომ გადაიხადა წამლები იყიდა და არ შეიძლება ადამიანებზე ფურს აკეთოთ რომელსაც წამალი სჭირდება ამიტომაც ვფიქრობ საფრთხე ქოქსელი შეიქროს თბილისის მერის დვარანზე და გარდემის პენსიონერებს თავის ფაში ჰქონდათ ომის ვეტერანებზე და ყველა შემოქმედზე მინდა რომ უფასო იყოს ეს წამლები რა ფაქტიურად თბილისის მეტი ბერკეტი ამ პენსიის მომატებაზე და კიდევ ბევრი რაღაც მინდა პენსიონერებისთვის იმიტომ რომ ეს ის თაობა რომელიც სისხლი და ოფლი დაგვარა ჩვენ ქვეყნის რეალური დღესაც ვართ რომ გადავჭით და ეს იქნება ის მინიმუმად შემიძლია გავაკეთო ამავდროულად ყველაზე უმნიშვნელოვანესი თემა მგონია ერთ-ერთი შობადობის ახალისება რა იმიტომ რომ შობადობა მოგეხსენებათ ბოლო 10 წლების განმავლობაში იქრო ქვეყანაში სიკვდილოვანი გადაასწრო ამავდროულად ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ქართველები გაედინებიან აქ და უცხოელები სახდებიან ამიტომაც ვფიქრობ შობადობის ახალისება აუცილებლად უნდა მოხდეს ყოველდღიურობრივ საქართველოს მოქალაქე ახალშობილზე უნდა იყოს როგორც ფინანსური ისე კვებითი და ამავდროულად სამედიცინო დახმარება მოგეხსენებათ ასევე ბევრი უშვილო წყვილები ყავს ქვეყანაში და მათ ვფიქრობ პრეზიდენტთან 100%-იანი დაფინანსება დაუბრუნდა კომუნალობაზე იმიტომ რომ ოჯახს ვფიქრობ ყველა ოჯახში უნდა იყოს რამოდენიმე ბავშვი იმიტომ რომ პატარაები ვართ მაგრამ ისეთი გენი გვაქვს სპორტსმენებითაც შევიგოთ თემ სოფლიოს ვაზანზარებს და თემ სოფლიო გვიცნობს ამავდროულად ერთი მნიშვნელოვანი თემა არის კიდე მოგეხსენებათ ეს ძალიან ბევრი შერვები იღება ზოგი საიდან ბევრი პროგრამები გამომდინარე და თბილისის მერი 1500 ჩაცნე მეც უხდის ბინისკირას წელიწადში 6 მილიონ ლარზე მეც რა აქედან გამომდინარე მაგ ეს ინიციატივა რომ გასაგებია ბინისკირას უხდით მაგრამ საერთო საცხოვრებლები რო ავაშენოთ ამ ადამიანებისთვის და დროებით გადავცეთ ბინისკირაში ასე ვთქვათ ფული არასახელმწიფოდ არ წავა წელიწადში 6 მილიონი დაგვეზოგება რაც რა თქმა უნდა სკოლაში კვების მინდა მოვახმო სკოლაში კვება პირდაპირ შევდე 640,000 ბავშვი სწავლობს მთელი საქართველოს მასშტაბით მაგრამ პირველ რიგში თბილისი თუ შევძენთ მიზანი აქვს აი მაგალითის სახით აგიხსნით რა რომ სკოლაში კვების შეტანა
პირდაპირ დამოკიდებული უნდა იყოს ჩვენი სოფლის მეურნეობაზე, ანუ ნატურალური პროდუქტი უნდა შევიდეთ. ხა სხვა ქვეყნის პატივისცემა, მაგრამ ჩემ ქვეყანაში მინდა რომ ნატურალური პროდუქტი მიირთვან იმ ბავშვებმა, რომელიც ჩემი ქვეყნის მომავალია. ამიტომ პირობითად ეხლა რომელიმე ჩვენ სოფელში ჩვენივე თანამოქალაქესთან თბილისის მერიის მხრიდან გავუყურებ კერძო ხელშეკრულებასა, იმაგად აი 100,000 ლარი, ხელს გიწყობ, შემომიყვანა კარტოფილი განთო სხვა პროდუქტი, ანუ ხილი, ბოსტნეული არ აქვს მნიშვნელობა, თუ მესაქონლეობას მიყვება, მესაქონლეობა ყველანაირი პროდუქტი უნდა იყოს ჯანსაღი და პირობითად სოფლის მეურნეობას, როდესაც წამოვწევ ამ პატარა თემით, ბავშვებსაც ყვება ექნოთ, იმიტომ ძალიან ბევრი ბავშვი შიმშილობს და რეალურად ამ ერთი თემით კეთდება ორი საქმე რა, ბავშვების ყვება და ამოთ სოფლის მეურნეობას გაძლიერდა. ძლიერი სოფელი, ძლიერი ქალაქი და შემდგომ სახელმწიფოს წინაპირობაა რა. კიდევ უამრავი რაღაცა მაქვს, აი გულით და სულით რაც მინდა გავაკეთო. ამიტომაც თქვენს მაყურებელსაც ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წლების მანძილზე ვიცნობს, მინდა რომ თხოვო ის რომ დამიდექით ხარჯი. არა იმიტომ თემა როგორია, იმიტომ რომ ბევრი კარგი მინდა გავაკეთო და ბევრი კარგი მიკეთება. ამიტომაც მამულინას არწმუნება არჩევნზე უცებ პირველ ნომერი გააფერათ. მინდა მივესალმო და ვის არ უყვარს ამ ჩვენ ქართველ ხალხს, ჩვენი ხელოვანი ხალხი, მათ ვენაცვალე. იმათ ვენაცვალე სულ ყველას. მაგრამ სად არის მათი ეროვნულობა? ნუ გაიყიდებიან ურაფერზე. შემოტრიალდეთ, თქვენ ჩვენი სახე ხართ ხალხო. ჩემო ძვირფასებო. დავინახოთ მოდი ხვალიდან, ვინ ახარ და რა ხართ? და აი გამოჩნდება მერე. რას გავაკეთებ ჩვენ? მოტრიალდით სულ ყველა ჩვენსკენ. სპორტსმენები, ხელოვანი ხალხი, არტისტები, მოღვაწეები, ყველა დღეს ნუ გავიყიდებით ნურაფერზე და მე მიმიხვდები თამაში რასაც ვიძახი. ღმერთმა ბევრი მოგცეთ და ერთი რამ მინდა თქვა კიდე. საშინელი დაშინება მიდის საქართველოში არჩევნების მიმართ მოსახლეობაზე. იცით რა არ წინასაარჩევნო? რას ქვია შენ? ჩვენ ვეომებოდით მაგას თელი ცხოვრება. ჩვენ ვეომებოდით მაგათ რომ ის ნაციონალების თუ ის რებს აკეთებდნენ. და ვის დღეს ვის საკუთრება იგივე გაიმეოროს. არა თქვენ ახლა არ მიდისო? ფაქტები გვაქვს მილიონი. ერთ პიროვნებას ერთ მასშტაბით თანასწორუფლებიანს უნდა ჩავატაროთ ჩვენ. ყველაფერი უნდა იყოს ისე რომ ერში ნუღა მივიტანთ ამ გახეთქილებას. ეს არჩევნები პირდაპირ მაგისთვის არის კიდე ჩადებული რომ გახელით ესერი. მაგრამ ახლა რა ეშველებათ? ნაციონალები არ არიან. ეს სისტემა ამოვარდა, ახლა რა ქნან? ვიქნათ? აქ ერმა უნდა გადაწყვიტოს თავის ბედი და იღბალი, ჩემო ძვირფასებო. და იმედი მაქვს, ჩემო მამაო, რომ ასეც იქნება დღეს. ჩემო ხელოვანო ხალხო, შემოტრიალდით. თქვენ არა გაქვთ სხვა გზა, რომ ეროვნული სულისკვეთება, თქვენი ეროვნული გული არ დაანახო ქართველებს და ჩვენ შვილებს. არა გაქვთ სხვა გზა. ამიტომ იმედი მაქვს, რომ თქვენ ხვალიდან დადგებით და ვინც მოისმენთ ამას ყველა ერი გაძლიერდება ჩვენი საქართველო და ერთად გავერთიანდებით სულ ყველა. თქვენ გენაცვალეთ. ბოლო წლების მანძილზე რაც მნიშვნელოვანია ესეთი რამე ერთმანეთს რა არსებული პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები რა. და როგორ შეიძლება ეს ხდებოდა სკოპაში, როდესაც 672,000 მარტო სამწუხაროდ ისეთი ადამიანები, ვისაც შესაძლოა რა იმუშაოს. როგორ შეიძლება რომ არსებულ პოლიტიკურ სივრცეში 672,000 სოციალურ დაუცველი ყოფდეს და გარდა ამ ადამიანს რომ ყვებით რაციონის გაუმჯობესდა გაზრდა და ფინანსური დახმარებისა, ეს ადამიანები ხოლმე დავასახოთ. ანუ მაგიტომაც მინდა თუნდაც თბილისის მერის სხვადასხვა სამსახურში ვეცდები რომ ყოველი მათგანის ოჯახი ერთი ადამიანი მაინც დავასახოთ. იმიტომ მე თბილისის მერის ეს შესაძლებლობა რა და ეს მინდა რომ სადაც ბერიკეტი გამოვიკავდა, ანუ არსებულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც ხოლმე გლიცემია თუ ერთმანეთის კრიტიკა, დავუდგოთ ახალი სტანდარტი, რაც საქმის კეთებაზე იქნება ორიენტირებული, იმიტომ რომ საქმე უნდა მოვეკიდოთ, იმიტომ ჭაობში ვართ. აი ეს ქვეყანა გადასარჩენებოდა და შეიძლება იქ გასაკურცინებ. დიდ მადლობას გიხდით ბატონებო კიდევ ერთხელ იმისთვის რომ მობრძანდით და დაგვითმეთ დრო. მე კი მაყურებელს შევახსენებ რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები გახდათ პოლიტიკური გაერთიანების მამული ენას სარწმუნოებას ლიდერი ზაურ ხაჯიძე, ამირან აბირანაშვილი და თბილისის მერობის კანდიდატი ბატონი თემურ ბოკელავაძე. მე კი დროებით გამშვიდობებით ჩვენ ისევ შევხვდებით ნახვამდის.